საქართველოს ტექნოლოგიური სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიებში მიიჩნევენ, რომ ინდუსტრიის წარმატებისთვის ცალკეული კომპანიების ზრდა უკვე საკმარისი აღარ არის და საჭიროა ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალს განსაზღვრავს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ტექნოლოგიების ასოციაცია, პლატფორმა, რომელიც ერთ ეკოსისტემაში პირველად აერთიანებს ICT და ფინტექ სექტორს, ტექგანათლებას, ციფრულ ბანკებსა და ვირტუალური აქტივების სექტორს. რას მოუტანს ეს ქვეყანას, რა იცვლება კონკრეტულად ამ ტრანსფორმაციით და რა სტრატეგიული მიზნები აქვს ახალ გაერთიანებას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ტექნოლოგიური და ციფრული ფინანსების ჰაბი. ტექნოლოგიების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან თორნიკე ცულობერდესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. რა მიზანი აქვს? მე მიუხედავად იმისა, რომ მოკლედ გავაცანი მაყურებელს, რა მიზანი აქვს რეალურად ამ ასოციაციის შექმნას? თითქოს ბაზარზე ყველა ამ მიმართულებით ცალსაკე გვაქვს ასოციაციები. რას ნიშნავს ეს გაერთიანება? დიახ, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის და ამ ახალი ამბის გაშუქებისათვის. რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ჩვენც წარმოადგენთ ცალკეულ ICT ასოციაციას, ICTA-ს, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ გაეტარებინა ტექნოლოგიური კომპანიების, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესები საქართველოში. თუმცა ამ 3 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ აქტიურად მუშაობდით საქართველოში, კომპანიებმა და არა მხოლოდ ჩვენ წევრმა კომპანიებმა, არამედ სხვა კომპანიებმა, სხვა სექტორებიდან, როგორც არის ფინტექ კომპანიები, ვასპები და ასე შემდეგ, რაც ჩამოთვალეთ თქვენ, ციფრული ბანკები, მათგანაც მოდიოდა ინტერესი, რომ უფრო გაგვეფართოებინა საქმიანობა და არ ყოფილიყო ესე ფრაგმენტირებულად ყველა სექტორი თავისთვის, არამედ ყოფილიყო ერთიანი ხმა, ერთიანი ხედვა და ერთიანი სტრატეგია, იმიტომ რომ საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას ქმნიან სწორედ ეს კომპანიები, სწორედ ეს ქვესექტორები და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახალი ასოციაციით, რომელიც არის ტექნოლოგიების ასოციაცია, გაგვეერთიანებინა ყველა მიმართულება და არ ყოფილიყავით ფოკუსირებული მხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ დაგვეფარა და მათ ყველას ქვესექტორის ხმა გაგვეჟღერებინა ერთიანად. თვითონ ამ ქვესექტორებისთვის, როგორც ახლა თქვენ ახსენეთ, მათი დაუშვათ მოლოდინები აი ამ გაერთიანებით რა არის და რისი თქმა გსურთ ამით პირობითად მათ შორის სახელმწიფოსთვისაც? სახელმწიფო ძალიან სერიოზულ მიმართულება და პრიორიტეტად აქვს სახელმწიფოს გამოცხადებული IT მიმართულება ტექნოლოგიები მთლიანობაში და რა უნდა გააკეთოს? აი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რა წამოვა ალბათ სექტორიდან ხო მთლიანობაში, იმიტომ რომ წინა მაგალითებიდან ჩანს, რომ სახელმწიფომაც მოგისმინათ და თქვენ ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა ცალკეულ მიმართულებით შესთავაზეთ. რას ეუბნებით სახელმწიფოს აი ამ გაერთიანებით და რა მოლოდინი გაქვთ მათგან? დიახ, თქვენ სწორად ახსენეთ, სწორედ ის გარემოება, რომ ჩვენ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრ შედეგს მივაღწიეთ ერთად. სწორედ ეს იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა, რატომ გვინდა რომ უფრო ფართო მიმართულებებით დავფაროთ ტექნოლოგიები, იმიტომ რომ ყველა ამ მიმართულებას აქვს თავისი გამოწვევები, თავისი ინიციატივები და არსებობს ასე ვთქვათ, ყველა ამ მიმართულებით საჭიროება, რომ სახელმწიფოსთან ერთად, საჯარო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორმა მიიღოს ის გადაწყვეტილები და ის კონსულტაციები მიიღონ სახელმწიფო უწყებებმა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებისათვის. მაგალითისათვის თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად მუშაობდით IT ბინადრობის მოწმობებზე, რაც შედეგი გამოიღო, მივიღეთ აღნიშნული მოწმობები და ეს საკმაოდ დიდი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო სექტორისათვის. გავსი ანალოგიური გამოწვევები და ინიციატივები არსებობს სხვადასხვა მიმართულებითაც და ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანად და არა ის, რომ ცალკე ჩვენ ამ მიმართულებით მივალთ ცალკე ისინი ისაუბრებენ, არამედ ერთიანად, ერთი ქოლგის ქვეშ ზოგადად ეროვნულ დონეზე და ეროვნულ მასშტაბზე ჩვენ შევიმუშავებთ სტრატეგიას და ხედვას, რომელიც ხელშეუწყობს შემდგომში სამომავლოდ მთლიანად ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში. ეს ერთი მიმართულებით და მეორე, რატომაც იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ეს ერთი ქოლგის ქვეშ ჩამოგვეყალიბება, თავარი არის ის, რომ ჩვენ წევრებსაც შიგნით შესაძლებლობა ქონოდათ, რომ ეპოვათ კავშირები და გაეზიარებინათ ის ცოდნა და პარტნიორობა, რომლებიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა აი ამ მოცემულობით, იმ რეფორმებით, რომელიც ამ სფეროში უკვე გატარდა, იმ აქტივობით, რომელიც ბიზნეს ჰქონდა აი ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სად ვართ საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების
განვითარების კუთხით და პერსპექტივაში კიდევ ხედავთ დაუშვათ განვითარების რეალურ შესაძლებლობებს? დიახ, ბევრჯერ გვისაუბრე ამ თემაზეც, სად იყო საქართველო 5 წლის წინ ტექნოლოგიების კუთხით და სად არის დღეს. დღეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვა, რომ საქართველო არის გაჩენილი ტექნოლოგიურ რუკაზე საერთაშორისო ასპარეზზე. ის რომ დღეს საქართველოდან ხორციელდება იმ სერვისების მიწოდება ტექნოლოგიებით, რომლებიც სერვისს უწოდებენ და მომსახურებას უწევენ ისეთ კომპანიებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში Fortune 500 კომპანია, ბრიტანეთში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათი საქართველო გაჩნდა მათ თვალსაჩინოში და ის რომ საქართველო დღეს მათ ემსახურება, მათგან იძენს უფრო დიდ ინტერესს და არა მხოლოდ ტექნოლოგიების მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებითაც და ეს ერთგვარ multiplier effects ქმნის ქვეყნისთვის და ჩვენ მიგვაჩნია რომ სწორედ ერთიანად შევძლებთ ამ ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებას. ჩვენ მიგვაჩნია რომ აი ამ ასოციაციის ჩამოყალიბებით უკვე შევძლებთ რომ კიდევ უფრო სხვა დონეზე გადავიდეს საქართველო და უფრო დიდი იყოს მოთხოვნა საქართველოდან ტექნოლოგიების მიწოდებას. კი ბატონო, თვითონ კადრების კუთხით როგორი სურათი გვაქვს დღეს? იმიტომ რომ რამდენიმე წლის, 5 წლის წინ მართალია შესაძლოა საქართველოს სოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე ნაკლებად ან საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ კადრების თვალსაზრისით ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, გასული წლის დასაწყისში საუბრობდით მათ შორის თქვენს და თქვენი კოლეგების, რომ ამ მიმართულებით დეფიციტი ჰქონდა. აი ეხა როგორი სურათი გვაქვს და თითქოს ყოველ შემთხვევაში შემგარშემო ძალიან ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება ამ მიმართულებით, მაგრამ რამდენად საკმარისად სწორი მიმართულებით მიდის კადრების თუნდაც მოძიებისა თუ დაუშვათ მათი სწავლა-განათლების ნაწილი, რამაც რეალურად საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვაქვს, მე ხშირად ვამბობ ხოლმე ნავთობი, გაზი და ამ შემდგომ, მაგრამ გვაქვს რეალური შესაძლებლობა მათ შორის ტექნოლოგიების სწორად გამოყენების და ათვისების მიმართულებითაც, რომ შევძლოთ დაუშვათ კარგი მოსავლის მიღება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ზუსტად ეს დეფიციტი თვითონ იმაზე მეტყოლებს, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი ამ კომპანიებს აქვთ მოთხოვნა, თქვათ, რომ გაიზარდნონ, დაასაქმონ უფრო მეტი ადამიანი. დიახ, არსებობს, დღემდე არსებობს, თუმცა ჩვენ თუ გადავავლებთ ციფრებს თვალს, ამ მიმართულებითაც არის საკმაოდ დიდი ზრდა. დღეს მდგომარეობით დაახლოებით 12,000-მდე ადამიანი სწავლობს ტექნოლოგიების მიმართულებით, როცა თუ ავიღებდით იგივე სტატისტიკას 10 წლის წინ, ეს იყო დაახლოებით 1500 ადამიანი. ანუ ეს ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ტექნოლოგიების მიმართულებით, უფრო მეტი ადამიანი იწყებს თავიანთ კარიერას და ასე ვთქვათ, პროფესიულ ზრდას ტექნოლოგიებში და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი სექტორი საკმაოდ პოპულარულია, თუმცა არასაკმარისად, რა თქმა უნდა, ჩვენი კიდევ მაგალითად კადრების ზრდის მაჩვენებელი კადრები კიდევ შეიძლება დაიმატოს სექტორმა. შესაძლებელია თავისთავად დღეს დასაქმებულია ჩვენ სექტორში 52,000-მდე ადამიანი და ამ 52,000-ზე კიდევ 3-ჯერ 4-ჯერ მეტი ადამიანი შესაძლებელია რომ დავასაქმოთ ამ სექტორში. თქვენ რომ გადახედოთ კომპანიების, ასე ვთქვათ, ვაკანსიებს, საკმაოდ მრავლად არის ეს ვაკანსიები და ჩვენი მიზანია როგორც ასოციაციის, რომ პირველ რიგში რომ პოპულარიზაცია გავახორციელოთ ახალგაზრდებში და უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ჩვენი მიმართულებით და ასევე ხელი შევუწყოთ ტექნოლოგიურ განათლების დანერგვას საქართველოში. კი ბატონო და ასევე რას თავაზობთ მაგალითად სახელმწიფოს ამ ეტაპზე? თუ გაქვთ უკვე კონსულტაციები ან მოლაპარაკებები ან შეხვედრები და რა კონკრეტული შედეგებით ან დასრულდა ან მოლოდინი ისი გაქვთ? რა თქმა უნდა, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა უწყებებთან, სხვადასხვა მხარეებთან, მოთამაშეებთან, ვინც არიან ჩართულები ტექნოლოგიურ ეკოსისტემის განვითარებაში.
არსებობს კონკრეტული მოკლევადიანი თქვა ინიციატივები, რომლებიც დღეს ჭირდება ჩვენ წევრებს, რომ გადაჭროს. მაგალითისათვის IT ბინადრობა ვახსენე, მასში ცვლილებების შეტანა, მაგალითად მოგახსენებათ შრომით იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობა მივიღეთ, მასში ასევე გარკვეულად პრობლემების შექმნა ტექნოლოგიური კომპანიებისათვის. რამდენად სერიოზულ პრობლემებზე ამ ნაწილში საუბარი, თუ დაუშვათ მაინც ერთეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე? დიახ, ეს ზოგადად სექტორისთვის არის დაბრკოლება, თუმცა აქვე არის უნდა აღნიშნო, რომ ჩვენ გვქონდა გარკვეული შეღავათები, 1 იანვრამდე გვაქვს ეს შეღავათები და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობთ, რომ როდესაც დადგება ეს 1 იანვარი, სექტორმა ეს არ მიიღოს, თქვათ, ძალიან კაფიო დარტყმად და მოხდეს ამის შერბილება და ეგრეთ წოდებული ცვლილებები განხორციელდეს, იმიტომ რომ ბინადრობის მოწმობაც და შრომითი ნებართვის მოწმობაც ერთად არის გადაჯაჭვული. თუმცა აი აქ მაგალითად იგივე ბინადრობის მოწმობის შემთხვევაში რეალურად თუ ჩვენ გვაქვს სურვილი და ამბიცია რომ აქ ადგილზე გავზარდოთ კადრები და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ საქმეში, მაშინ თუნდაც ის ბინადრობის წესებში ცვლილებების შეტანა ან ამ ტიპის გადაწყვეტილებები რეალურად რამდენად მისცემს შესაძლებლობას რომ ადგილზეც რაც შეიძლება მეტი კადრი გაიზარდოს. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც ეს კომპანიები ჩვენთან გადმოვიდნენ, საერთაშორისო კომპანიები, მათთან ერთად გადმოვიდნენ უცხოელი მუშახელი და რატომ გადმოვიდნენ? ხო, რატომ იყო ეს საჭირო? იმიტომ რომ ადგილზე იყო დეფიციტი. დღეს ჩვენ ვისაუბროთ, რომ დღესაც არსებობს დეფიციტი, უფრო ნაკლები ვიდრე მაშინ იყო 5 წლის წინ, თუმცა არსებობს. სწორედ იმის გამო, რომ ეს კომპანიები აქ შევინარჩუნოთ, საჭიროა რომ მათ გაუადვილოთ ეს მიგრაციის პროცესი. მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის ადგილობრივი კადრების გაზრდას, რა თქმა უნდა, თქვენ თუ გადახედავთ სტატისტიკას და როგორც მოგახსენეთ, თვითონ სექტორს ამის შესაძლებლობა არსებობს, რომ ამასთან ერთად კიდე გაიზარდოს ადგილობრივი ჩაერთონ ამ სექტორში, დასაქმდნენ და ის ექსპერტიზა, ის ცოდნა, რომელსაც უცხოელებს გააჩნიათ, რომ წლების განმავლობაში გააჩნდათ ეს და მუშაობდნენ, გადასცენ ის ნოუ-ჰაუ ქართველებს და საბოლოო ჯამში უკვე როდესაც ეს ბოლომდე ასე ვთქვათ გადაეცემა, უკვე საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან ამ სექტორში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ბუნებრივია აქტიურად გავაშუქებთ ყველა იმ სიახლეს, რომ და ინიციატივას, რომელიც ამ ასოციაციის ფარგლებში გექნებათ.